მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლო, თქვენ უყურებთ დიდ გაცემას, თორნიკე ჭეიშვილი არის ჩვენი გაცემის სტუმარი. მოგესალმებით თორნიკე, როგორ გძანდებით? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმებით ტელემაყურებელს. ბევრი რამ არის სათქმელი ერთი კვირის მანძილზე, ბევრი რამ მოხდა. მოკლედ რომ შევეხოთ ამ უაზრო ისტერიას, რომელიც ძაღლების ცოცხლად დაწვას შეეხება. მე მიჭირს კიდეც ისეთი სამარცხვინო, აბსურდული გიჟური ბრალდება. ეს კარგად მოფიქრებული პროვოკაცია გახლავთ. არავის არ ეპარება, რომ 1-2 კაცისგან მოდის, ან 3 ანგარების მქონე ადამიანებისგან, რომელსაც რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი არის, რა თქმა უნდა, დისკრედიტაცია ხელისუფლების, მერიის და სურსათის სააგენტოს, მე მგონი ეს ორი კურირებს. შემდეგ მობილიზება რაღაცნაირად საპროტესტო ელექტორატის გაჩენა ცხოლთა მოყვარულებში და ბევრია ასეთი, ესაც უნდა ვთქვათ, რა თქმა უნდა, და რაღაცა გამოცოცხლება პროტესტისა. რა ვიცი, ეს მით კომენტარი რო გააკეთოთ. ხო, კი ბატონო, მართლაც არ შეიძლება არ დაგეთანხმოთ იმ შეფასებაში, რომ ეს გავს ძალიან კარგად დაგეგმილ პროვოკაციას. თემაც შეარჩიეს იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ჩვენი საზოგადოება ხა გასაგებია, რომ რაც ესეთი განსაკუთრებული სენტიმენტით შეიძლება გამოირჩეოდეს ცხოველებისადმი, მათ შორის რა თქმა უნდა ძაღლების თემატიკასთან დაკავშირებით და იმისათვის, რათა ეს ჭიქაში ქარიშხალი გამოიწვიათ, მოიფიქრეს კონკრეტული სცენარი, რომელიც შეიძლება გამომდგარიყო საშინელებათა ფილმის რაღაც ვთქვათ ფაბულად და დაიწყეს ამ სიცრუის ტირაჟირება ძალიან აქტიურად, შესაბამისი დრამატურგიით. ხა რა თქმა უნდა ამ რამდენიმე სავარაუდო პირს, რომელიც არის ავტორი ხსენებული პროვოკაციისა, ძალიან კარგად ჰქონდა გათვლილი ის სამიზნე ჯგუფი, რომელიც პირველი წამოეგებოდა სენსიტიური ამ ტყილზე. აქ რეალურად გარდა იმისა, რომ საზოგადოების შედარებით ფართო ჯგუფებს ცოტა ხანი რომ თავი დავანებოთ, რომლებიც კიდევ ერთხელ და მეც მათ შორის ვარ, ხო, რომელსაც დაუშვათ ცხოველი კიდეც ყოლია, გვიყვარს ძალიან და ასე შემდეგ. მათ შეარჩიეს უპირველესად, ყველაზე ასე ვთქვათ, პირველ ადრესატად ის ჯგუფი, დიახ, მოწვადი ჯგუფი და დღეს სხვა შორის პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავდა, რომ მათ შორის არიან ეს ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომელთაც აბსოლუტურად აქვს თავდაყირა დაყენებული მთელი ღირებულებათა წესრიგი, სერიოზულ კრიზისში არიან ისინი ამ თვალსაზრისით. და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მათ შორის ეს რადიკალები, უსამშობლოები და სხვაებიც აყვნენ ამ ყველაფერს და დაიდგა ეს წარმოდგენა, ეს შოუ, რომ თითქოს ხდებოდა ძაღლების, არ ვიცი, რაღაცა ხოცვა-ჟლეტა და რაღაცა უბედურება ტრიალებდა. რეალურად ჩვენ თუ ძალიან მარტივ ანალიზს გავაკეთებთ და ჩავხედავთ რაც თავარია საკანონმდებლო ჩანაწერს. რასაკვირველია, ხა შეუძლებელია რომ რაიმე მსგავსი იყოს გათვალისწინებული ჩვენი კანონმდებლობით, ან ვინმე მსგავს ქმედებას ჩადიოდეს. ხა ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა შესაბამისი ორგანოების დაწესებულებების მხრიდან, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად შევიდა, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაში და ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოება მიცოდეს სიმართლე, მეორე მხრივ მუნიციპალიტეტიც, რა თქმა უნდა, და მუნიციპალიტეტები მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართულები. ძალიან მარტივი რამწერია კანონმდებლობაში. ესე იგი, როდესაც ჩვენ საქმე გვაქვს მაგალითად საბავშვო ბაღის ტერიტორიასთან, როცა საქმე გვაქვს სკოლის ტერიტორიასთან და ასე შემდეგ შეიძლება იყოს სპორტული მოედანი, მოკლედ არის კონკრეტული ობიექტების ჩამონათვალი და ნუსხა, სადაც მათ შორის არიან ბავშვები, მოზარდები და გასაგებია რომ ამ შემთხვევაში გარკვეული რისკებიც იზრდება, არ შეიძლება რომ აი ამ ობიექტებთან, ამ ტერიტორიებთან მოხდეს ძაღლების მიკედლება. და თუ კი ასეთი იდენტიფიცირდება, პირველი ხა რა არის, ასე ვთქვათ, ამოცანა რომ მოხდეს გადაყვანა იმისათვის, რათა მოხდეს ამ ჰიპერპოპულაციის მართვა, პირველ ყოვლისა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, სტერილიზაცია, კასტრაცია თუ ასე შემდეგ და შემდგომ უკვე თუ კი უკვე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მათ დაბრუნებაზე შესაბამის გარემოში არ მოხდეს იმავე ადგილას და გასაგებია მათი კვლავ მიყვანა, არამედ შეიძლება იყოს შერჩეული ალტერნატიული ლოკაცია, სადაც ხდება გადაყვანა. ეს არის მარტივი პრინციპი და პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ადამიანებზე ზრუნვას, ძაღლებზე და კატებზე ამჯობინებენ. ეს გაუგებარია, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ რა, მე მესმის, როცა დღევანდელ თუ
ნეიროპათოლოგიურ ვითარებაში ვიღაცა შეიძლება ეს ზედმეტი სრულად აუხსნელი მიდრეკილება გაუჩნდეს ჩვენი პატარა მეგობრებისადმი. მართლა ძალიან რთულია ბევრს უჭირს ადამიანებთან კონტაქტის დამყარება და ურჩევნია მთელი მისი ზრუნის მარაგი რაც აქვს ცხოველებზე გადაიტანოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ნებსით უნებლიათ იგი უნდა აყვეს პროვოკაციას და მოაწყოს სიგიჟე რა. არა, რეალურად ჩვენ აქ ვიხილეთ, აი ისევ და ისევ მოწინავეთა რიგებში ეს რაღაცა რადიკალური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ძალადობრივი გზით ჯერ შეიჭრნენ ცხოველთა თავშესაფარში, ვნახეთ ხო ეს კადრებიც და როგორც ცნობილია, იქ რამდენიმე ცხოველი იყო დაკვირვების ქვეშ. მათ შორის თუ არსებობს დაუშვათ იქ ცობზე ეჭვი და ასე შემდეგ, მოგეხსენებათ, ამას აქვს თავისი პროტოკოლი თუ როგორ უნდა მოხდეს ასეთ დროს დაკვირვება და სხვა ღონისძიებების განხორციელება და აი ასეთ ცხოველებთან მიმართებითაც მათ ჰქონდათ იქ მოთხოვნა და შესაბამისი მოქმედებები განახორციელეს, რომ ისინიც გამოიყვანათ შესაბამისი თავშესაფრიდან. ანუ ისინი აბსოლუტურად ვერ აცნობიერებენ იმას თავისი აი ამ მდგომარეობით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანუ არ შეიძლება საღად მოაზროვნე ადამიანი ასე შევიდეს პროცესში, რომ ჯერ არ გაარკვიოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე და შემდგომ შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს, აი ასე მანიპულაციურად შეიჭრნენ და ნუ ვიხილეთ ის რაც ვიხილეთ და ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, რომ სამწუხაროდ რჩებიან კონკრეტული პირები და ისევ და ისევ რადიკალებთან აფილირებული პირები, რომლებიც არიან მოწყვეტილნი აბსოლუტურად ყველანაირ ორბიტას, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული ისევ და ისევ ღირებულებებთან, ტრადიციებთან და ასე შემდეგ, რომლებიც აი რაღაცა იდეით შეპყრობილები მზად არიან, რომ ყველა სხვა დანარჩენი, მათ შორის ადამიანი დაივიწყონ და ამ თავისი იდეაფიქსით შთაგონებულები იმ გვარქმედებებში გაერიონ, რომელიც საბოლოო ჯამში არის უდიდესი საფრთხის. მე მგონი რომ ამ თემას ჩვენ აღარც უნდა ვაგრძელებდეთ ახლა, იმიტომ რომ იმდენად დიდი აბსურდული ბრალდება იყო, არც არავინ არ დაიჯერა, მასას ვამბობ და მიხედავ ყველა გაიფანტა მე მგონი ეს ღრუბელი თემასთან დაკავშირებით ყველამ ძალიან კარგად იცის. მოდით ახლა ჩვენ რაზე ვილაპარაკოთ? ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეხლა ეს 26 მაისის მიტაცების ამბავზე ვილაპარაკოთ. ეს არის რაც ჩვევია და რაც საბარცხვინოა. ვინმე ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ვიღაცა წარსულის აჩდილები, დინოზავრები, რომელიც აღადგინეს გენეტიკური ოპერაციის შედეგად. ეს მთელი შემადგენლობა ნაცები იგივე, ისე იქცევიან, ონსტოსი მე მგონი ჩერგოს მიყავს. რომ თითქოს ეხლა საქართველოში არის 1994 წელი, ეხლა დაამთავრა არსებობა საბჭოთა კავშირმა, ეხლა ეს დემოკრატია, დასავლური ყაიდის დემოკრატია, ლიბერალური დემოკრატია, ეხლა იჩენს თავს, თითქოს არ ყოფილა ამ ლიბერალური დემოკრატიით იმედგაცრუების ათწლეულები, რაც ეხლა ქვეყანაში სოფლიოში ხდება, ჩვენ მოკვდა უკვე ის დღის წესრიგი, ის დემოკრატიული ეგრეთ წოდებული წესრიგი, ამერიკა და ევროპა ომის ზღვარზეა. ჩაღდება სწორედ ლიბერალური დემოკრატიების მხრიდან ეგრეთ წოდებული ჩაღდება ახალ-ახალი ომის კერები. დამთავრდა ეს პარადიგმა აღარ მუშაობს, მორჩა. ახლა მუშაობს ძალის პარადიგმა, ვისაც რისი თავი აქვს, ხო? და ესენი კიდე თითქოს აი წასულის აშლილები გამოდნენ სახურავზე და სიგიჟებს ლაპარაკობენ და სპეკულირებენ იმით, რომ აი 26 მაისს რა თარიღია, რა უნდა გააკეთონ. შეუერთდებიან მრავალ 10,000-ობით ადამიანს, რომელიც უბრალოდ ზეიმობს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მეტი რა უნდა ქნათ? იცით რა არის, ამაში გასაკვირი რეალურად არაფერი არ არის და პირიქით მე ვიტყოდი, რომ ეს ძალიანაც კანონზომიერია, თუ კი ისევ და ისევ გავითვალისწინებთ ამ ადამიანების რეალურ სახეს. ეს ადამიანები არიან პირდაპირ რომ ვთქვათ მტრები, ხო, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის სუვერენიტეტის, მათ ამაზე ემართება ძალიან მწვავე პოლიტიკური ალერგია და რაც თავარია გარედანაც ამას კარნახობენ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოწვევა შექმნან იმ საკითხებთან მიმართებით, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს დამოუკიდებლობის იდეასთან და ნუ ძალიან სიმბოლურია ამ თვალსაზრისით, ნეგატიურად სიმბოლური, რომ ისინი ცდილობენ სწორედ 26 მაისს, რომელიც არის დამოუკიდებლობის დღე, ეს არის ეროვნული დღესასწაული, უნიშნულოვანესი, დაუკავშირონ და მოაწყონ საპროტესტო აქცია და რის წინააღმდეგ. ისევ და ისევ აი დავაკვირდეთ, სუვერენიტეტის იდეის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობის იდეის წინააღმდეგ, სხვა რით შეიძლება იყოს განპირობებული მათი ასეთი სწრაფვა და ჩვენ გავიხსენოთ შარშანდელი თუნდაც ან წარსულ წლებში მათი ნამოქმედარი. მე მახსენდება შარშან 9 აპრილს
უმძიმესი პროვოკაცია მოაწყეს პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან, როდესაც ფაქტობრივად მოახდინეს იმ ადგილის ოკუპაცია და განგებ მათ სურდათ იქ სიტუაციის დამწოვება, რაღაც ისეთი სურათის დადგმა, რომელიც მე მათ ათქმევინებდათ და ხალხს ათქმევინებდათ, რომ აი კიდევ ერთხელ, ესე იგი 9 აპრილს როგორ გაიმეორეს ის, რაც თავის დროზე რობიონოვმა ჩაატარა თბილისის ქუჩებში. სავალალო ამბავი ნაძვისხის როცა მოვარდნენ და არ მიდიოდნენ. მე მგონი არც წავიდნენ და მანდაც ძალიან უნდოდათ რომ რაღაც მოხდარიყო. კი ბატონო, მაგრამ ამავდროულად ერთი დაკვირვებაც მინდა გაგიზიაროთ და ჩვენს მაყურებელს უთხრა რომ ისინი არიან ძალიან ღრმა პოლიტიკურ ჭაობში, რეალურად. ობიექტურად რომ შევაფასოთ, მათ დაკარგეს ამომრჩეველი, მათ განულებული აქვს ფაქტობრივად რეიტინგი, ერთადერთი მათი მაშველი რგოლი, სადაც შეიძლება რაღაც ეგულებოდეთ ხსნა, ეს არის ისევ საზღვარგარეთ, ამიტომ არის რომ ეხა ინტენსიურად დაიწყეს ეს სირბილი, ისევ მე მგონი ამჟამადაც რაღაც ასე ვთქვათ, მორიგი ვიზიტი აქვს ისევ იმისათვის რომ მიიღონ დავალებები და რა უნდა თქვა. ხო, ეს არ ვიცი, ნახოთ დრო გიჩვენებს, ალბათ ჯო ვილსონს შეხვდებიან, გადაიღებენ სამახსოვროს, შეერთებული შტატები ეხლა არის კრიზისში. უნდა ომის სასწრაფო დასრულება დღეს თვითონავით ჩამოაგდეს განადგურებულმა, უკვე არ არსებულმა ირანის სამხედრო სამხედროებმა, ხო? რა უნდა ჩავიდეს ჩერგოლეშვილმა, რა უნდა უთხრას? და საქმეც ეს არ ვიცი, აი რა უნდა შეშთავაზოს. იმდენად ისინი არიან უბადრუკ მდგომარეობაში, რომ აი როგორც წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა, ეხლა რაღაცა ხავსზე მოჭიდების თელობა არის, მაგრამ იცით რა მინდა ვთქვა? აი ამ ჭაობს მე განგებ ვახსენებ, ჭაობს აქვს მოგეხსენებათ ერთი ესეთი თვისება. როდესაც ვინც იქ ჩაფლულია იწყებს დამატებით მოძრაობას, კიდევ უფრო მეტად ეფლობა და უფრო მეტად ითრევს ეს ჭაობი შესაბამის არსებას და რაც უფრო მეც იფართხალებენ ჭყალებში ამ ჭაობში ამ ყოფები მით უფრო მეტად ჩაეფლობიან და მე მგონი რომ მათი ფსკერი უკვე ჩანს და ძალიან მალე ამ ფსკერსაც საბოლოო ჯამში მივახოლდებიან და დარჩებიან იქვე, იმიტომ რომ არ შეიძლება დაუშვებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია და პირველ ყოვლისა ამას არ დაუშვებს რა თქმა უნდა ჩვენი მოსახლეობა ქართველი ერი და რასაკვირველია ჩვენი ხელისუფლება რომ რაიმე იოტისოდენა ის გაჩნდეს ასე ვთქვათ საფუძველი ნიადაგ იმისა რომ მათი რეინკარნაცია განხორციელდეს. არა მე სულ თქვენ მაგრად გაწყობთ ესენი რომ არის. სხვა შორის არსებობს თეორია, აქვს ესეთი თეორია კარგი გირჩი და ცუდი გირჩი ხო არის? კარგი გირჩის გიაგოს, რომ ქართული ოცნებამ ხელმძღვანელობამ მოისყიდა მთელი ეს ოპოზიცია, რომ სიცვლელები აკეთებდა. მაგრამ მაშინ ახლა თუ ამ ლოგიკას განმავითარებთ და მიყვებით, არც საკონსტიტუციო სასამართლოში წავიდოდით და არც სხვა კიდევ ბევრი იმგვარ ქმედებას განმოხდა, რაც საბოლოო ჯამში მათი პოლიტიკური დასასრულის მომასწავლებელი. ეს მე მგონი ცოტა მათი მხრიდან არის ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს ოპოზიციის არსებობაზე. და უბრალოდ წართმეული გაქვს ეს საშუალება, ხელისუფლებას აქვს წართმეული საშუალება, რომ იზრუნოს ხელისუფლების არსებობაზე, იმიტომ რომ როგორ უნდა იზრუნოს, ხო არ გააჩენს ოპოზიციას. უნდა გარემო შექმნას ისეთი, რომ ოპოზიცია იყოს. ეხლა რამდენი პრობლემა აქვს ხელისუფლებას? უამრავი. ისე როგორც ყველა ხელისუფლებას. ესენი რომ მოგონილ რაღაცეებს იძახიან და მოგონილი პრობლემებით რო გამოდიან, რუსი ოლიგარქი და ასე შემდეგ პროირანელი ოლიგარქი, ხო, ეს ნუ აი როგორი დაბალი დონეა, იცით, აი ძალიან დაბალი დონეა. მე ესეთი იდიოტები. ვინმეს ამას, მე მგონი აღარც არავინ აღარ დარჩათ. აღარ არის ოპოზიციაში, რომელიც კონკრეტულ თემებზე ედებატება თუნდაც. ხა დებატებს რო უყურებ, 10 თავი ჯობია. ამ დებატებში ისინი ვერ შემოდიან, ვერ შემოდიან, 10 თავი ჯობია არსებით საკითხებს. ჯერ არიან ზერელად მომზადებულები. არიციან ზოგადი ლოზუნგების თქმა იციან, მაგრამ კონკრეტულად რა შეა პრობლემა მაგას ვერ ამბობენ. თუმცა არსებობს რაღაც პრობლემები. ვერ არტიკულირებენ ამას. ეთქობა მიეჩვივნენ, მე ახლა გეტყვით, რომ პირდაპირ მიეჩვივნენ რაღაც ტლუ ლოზუნგების ბრახაბრუხს და ამ ლოზუნგებსაც ამგონია რომ თავად წერდნენ. ამ ლოზუნგებსაც მზასახით გარედან იღებენ საკუთარი კურატორებისაგან. ჩვენ ხო ვნახეთ ამის არაერთი მაგალითი. რა თქმა უნდა. როდესაც პირდაპირ ინსტრუქცია მოდიოდა, როდის და რა ინტონაციით უნდა წაეკითხათ რაღაც საპროტესტო გამოსვლაზე ორ აბზაციანი ტექსტი. ამასაც ვერ ახერხებენ თვითონ და ეს მდარე ლოზუნგები რეალურად არ გეგონოთ რომ მათი საავტორო ნამუშევარი არის. ესეც მოდის გარედან, მოდის ვიცით ძალიან კარგად საიდან. მოდის იმ მათ შორის დანიშნული ზოგიერთი ევრობიუროკრატისაგან
რომელიც გარედან მტრობს საქართველოს. ვიცით, კაცო, მოდის კიდე გამოდიან ისინი. იმ ძალებისაგან, რომლებიც ცდილობენ, რომ რაღაცნაირად საქართველოში არ კარგავენ ყოველ შემთხვევაში ამის იმედს, რომ წყალი აიმღრევა, რათა გასაგებია ხო, მაგრამ აი არცონზე არსებობს რაღაც ხელისუფლების შეცვლა. მაგალითად არის რადიკალური განსხვავება ევრობიუროკრატებსა და ტრამპს შორის, ტრამპის ადმინისტრაციას შორის. საქმე იქამდეც კი მივიდა. ტრამპის ადმინისტრაციას არ გულისხმობდი რასაკვირველი ხო, და აი უყურე ორივე დასავლეთია, ხო? დასავლეთის ფლაგმანი ჯერჯერობით ევროატლანტიკური სივრცე, რომელიც დაიშლება დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერ ხო არის, ჯერ ხო კონსტიტუციაში კი გვიწერია სამარცხვინოთ, ახლა მაგას მოუღებს ბოლოს ჩვენ. კი, ეგრე იქნება. დაიშლება თვითონ საგანი არ იქნება, რის დაწერაც შეიძლება და იმიტომ ჩვენ რომ არც გვიდოდეს, მაინც გაუქმდება ეგ ყველაფერი. ხო, და უყურეთ ევროატლანტიკური სივრცე არის ამერიკის ლიდერობით სივრცე, ხო? ლიდერია ამერიკა. მარკო რუბიო ღიად აგინებს და უშვერი სიტყვით ეჩხუბება იმას, რა ქვია, კაია კალას. ნუ რას უშვება ტრამპი საცოდა საფრანგეთის პრეზიდენტს გასაგებია იქ ვიხილეთ და მოვისმინეთ ყველამ ეხა ხო ხდები მე ფრანგი რო ვიყო რაღაცნაირად შემწხვებოდა ხო მაგრამ ნუ მაგათ თავიანთი პრობლემები აქვს კი ბატონო მაგრამ სხვა რამეს ვამბობ აი რაღაცნაირად ამ კითხვაზეც კი არსებობს რო კითხო მაგათ აი თავარი კითხვა შეება რომ რომელი დასავლეთისკენ ახარ ამერიკისკენ ხარ თუ ევროპისკენ განსხვავება ისინი არიან საკუთარი პატრონების არა ეგ გავიგე ძალიან მარტივი აქვს პასუხი და ეს პატრონები ამ შემთხვევაში ვიცით სადაც არის ხო და ესენი არიან დაბუდებულები ისევ და ისევ ბრიუსელში ესენი არიან ჩაბუდებულები სხვა ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში და უწერენ მზა ინსტრუქციებს იმისათვის რომ აქ მათ აი უსუსურ აბსოლუტურად რეგისტრში გაახმოვანონ შემდგომ ეს გზავნილები და ეს რაღაცა ლოზუნგები, დარე ლოზუნგები, როგორც წეგან აღნიშნეთ. თუმცა მათ რა თქმა უნდა იმის რესურსი არ გააჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან რაიმე სერიოზულ ურთიერთობებში შევიდნენ და მე მგონი ბოლოდროინდელი განვითარება ამ თვალსაზრისით ურთიერთობების ნათელყოფს იმას და ადასტურებს, რომ ამ თვალსაზრისით ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა მათ შორის მთელ რიგ შემთხვევაში სტრატეგიულ მოთმინებაზე დაფუძნებული არის ძალიან სწორი და ეს პოლიტიკა ამართლებს, იმიტომ რომ ეს პოზიტიური იმპულსები, რამაც თავი მოიყარა, ხო, განსაკუთრებით ბოლო თვეების მანძილზე და ნუ ერთგვარი კულმინაცია იყო ის სატელეფონო საუბარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ შედგა მარკო რუბიოსა და ჩვენს პრემიერ-მინისტრს შორის, ბატონ ირაკლი კობახიძეს შორის, თავისთავად კიდევ ერთხელ ვამბობ, არის გამოძახილი და ბეჭედი იმისა, რომ ჩვენ პოზიციონირებთ ძალიან სწორი მიმართულებით. ეხლა დანარჩენი რა შედეგები მოჰყვება ამას, რა კონკრეტულ მოქმედებებში იქნება ეს გამოხატული. მე მგონი ჩვენი გზავნილი ძალიან კაფიოდ არის მისული შესაბამის ადრესატამდე, რომ მზაობა არსებობს ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებასთან დაკავშირებით, მზაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რეალურად ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა შედგეს და დამყარდეს, რომელიც იქნება თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული თავის მხრივ. ეხლა შემხვედრი ნაბიჯები რა იქნება გადმოდგმული საქართველოს მიმართულებით. ნუ ამას უახლოესი პერიოდი ალბათ გვიჩვენებს. კი მე მესმის გარკვეული სკეპსისი არსებობდა იმასთან მიმართებით, რომ ეს ძალიან გაჭიანურდა შეიძლება დროში, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ის რომ ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი დაждდა ამ ზარის შემდეგ და ნოყიერი ნიადაგი შეიქმნა სპეკულაციებისთვის, რომ აი ჩვენ სხვათა შორის შედეგად რაღაცა სამხედრო მოძრაობებია. ესეც იყო აბსოლუტურად თითქმის გამოწვეული სპეკულაცია, იმიტომ რომ ასეთი ასე ვთქვათ ფრენები წარსულში რეგულარულად ხორციელდებოდა და და ამას ინტენსიური ხასიათი არ აქვს და არ არის დაკავშირებული მიმდინარე ომთან, მაგრამ უყურეთ როგორ არის ერთი რამე კიდევ მინდა თქვა და კიდევ გავიმეორო. ტრამპს უნდა ამ ომისგან გამოსვლა. ტრამპს აღარ უნდა ეს ომი ხვდება ყველაფერს როგორ არის და სად არის და სადამდე მიიყვანა თავისი ქვეყანა ამ ომმა სადაც ბენზინის ფასი გაიზარდა და სადაც გარანტირებულად დაგებს უკვე ყველა გამოკითხვებით შუალედურ არჩევნებში და ჩვენზე პროექცირება ამისი აღარ მოხდება იმიტომ რომ მე აზრს ვერ ვხედავ ხვდებით არა უნდა დასრულება რეალურად ევროპამ გადააგდო ტრამპი რის გამოც დედას აგინებს მარტივად რო თქვა გლეხურიანით რა თვითონ რესურსი არ აქვს რომ გახსნას ორმუზის სრუტე და ნავთობზე ფასები დააგდოს და რაღაცნაირად ისე უნდა რომ სახე არ დაკარგოს და გამოვიდეს რა. ეს როგორ შეძლებს ამას ეს საკითხია, მაგრამ ფაქტია რომ ძალიან სერიოზული გამოწვევები მოიტანა ამ ესკალაციამ. ჩვენ პირველ რიგში გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უსაფრთხო. ჩვენი პრიორიტეტი ეს არის და არანაირ სტრატეგიულ კავშირზე არავისთან არ გავცვლით ამას.
ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, ეს არის უმთავრესი და რა თქმა უნდა ეს წითელი ხაზები ყოველგვარი რაღაცა ვთქვათ პარტნიორობის თანამშრომლობის და ამ შემდეგ სურვილის რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ დადასტურებით გადის იმაზე, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა და უმთავრესი რასაკვირველია ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ამ ქვეყანაში მათ შორის იყოს მშვიდობა შენარჩუნებული და ძალიან ბევრს შეიძლება ქონდა წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მშვიდობა თავისთავადი მოცემულობა და მოვლენა იყო და მე მგონი დღეს ყველა ძალიან კარგად რწმუნდება ამაში, რომ ეს არის ძალიან დიდი წინდახედულების შრომის მათ შორის და სიმტკიცის მათ შორის კი ბატონო შედეგი იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენნაირ სახელმწიფოს უდიდესი ეგზისტენციალური საფრთხე შეიძლებოდა შექმნო და ეს აქამდე თავიდან იქნა აცილებული და რა თქმა უნდა ჩვენი ამოცანა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრიორიტეტი არის ის რომ განვაგრძოთ იმგვარი სვლა, რომელიც იქნება ისეთსე ამ ხაზზე. ნოდარ კაპანაძე მოვა, ძალიან კარგი ანალიტიკოსია ნოდარ კაპანაძე და სტატისტიკოსი. და ჩვენ უყურეთ ფაშინიანთან ფაშინიანის ვიზიტს პუტინთან. სადაც ძალიან მკაფიოდ, მუქარით, რა თქმა უნდა, ოღონდ მშვიდად უთხრა, რომ შენ თუ ევროკავშირში მიდიხარ, ის ბენეფიტები, რაც ჩვენს ეკონომიკასთან ურთიერთობისგან გაქვს, მარტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეტანის მოცულობა რუსეთში სომხური შეტანის მოცულობა არის $1.6 მილიარდი. ძალიან ბევრია. ხო, და დაუყენა რა ესეთი ალტერნატივა რა. ჩვენ ძალიან კარგად ვიქცევით. ჩვენ არ დგავთ მე ეთერამდე გესაუბრეთ და თქვენ სწორად თქვით, რომ ზედმეტ მოძრაობებს ვიღაცებით არ ვახორციელებთ რა. ამაზე თუ ვფიქრობთ ჩვენ, რომ აი ევროკავშირში შესვლის წინ როგორი იქნება ჩვენი ეკონომიკური რეფორმები, ევროკავშირის თან ჩვენ ვაახლოვდებით, მაგრამ ეს კარგია, შეჩერებული გვაქვს არა დაახლოება ევროკავშირთან, არამედ დიალოგი, რომ მე ეს შანტაჟად არ გამოიყენოს. ამ ხრივ როგორი მდგომარეობა არის? აქაც ერთი ძალიან მარტივი პრინციპი მოქმედებს და ამით ბუნებრივია ხელმძღვანელობთ, რომ უმთავრესი არის ის კონკრეტული სარგებელი, რომელსაც ჩვენი საზოგადოება, ჩვენი სახელმწიფო მიიღებს ამა თუ იმ პროცესიდან და პროცესის შედეგად. აქედან გამომდინარე, ხა, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ მიზნად გვაქვს დასახული ევროკავშირში ინტეგრაცია, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ამის შესახებ, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრმად დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ხელის ცეცებით მოძრაობა, არამედ ესეც არის ძალიან პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარ შედეგზე იქნება და არის ორიენტირებული, რასაც ქვია სიკეთე, სარგებელი საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენ ისიც არაერთხელ აგვინიშნავს, რომ აქ ორმხრივად უნდა იქნეს ეს დანახული, ანუ რამდენადაც საქართველოსთვის უნდა იყოს ეს სასიკეთო და სარგებლის მომტანი, ისე რასაკვირველია ევროკავშირისთვისაც და არის კიდეც ახლა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, საქართველოს ინტეგრაცია მასთან თავისთავად უნდა იყოს სარგებლის მომტანი. ახლა შეიძლება ცოტა შორს წაგვიყვანს ეს თემა, მაგრამ რაც აი ამ სპარსეთის ყურის კრიზისის ფონზე კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდა, ეს სატრანსპორტო დერეფანი დაკავშირებადობის ფუნქცია, მთელი რიგი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები, რომელიც იმავე ევროკავშირში, ევროკომისიის მიერ არის დაპრიორიტეტებული, ხომ? ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ საქართველო მათთვის არის საინტერესო სახელმწიფო და ეს ჩვენთვის არის ის ინსტრუმენტი, რომ ხა ზოგ-ზოგი ერთებს რომ წარმოედგინათ მართლაც იქ ცალფეხზე დგომით, ასკინკილაზე და ასე შემდეგ და ხელისცეცებით ვიმეორებ ისევ და აბსოლუტურად ბრმად, არ დავიწყოთ რაღაც მოქმედებების ხო, მაგრამ ევროკავშირი არის წარუმატებელი ეკონომიკური პოლიტიკის მაგალითი დღეს. ჩვენ რო გვაქვს და რატო გვაქვს? იაფია ჩვენთან გაზი, შედარებით იაფია სხვა საწვავი რესურსები, ჩვენ გვაქვს ინტეგრაცია ყველა გარშემო ყოფ ქვეყანასთან, ევროკავშირმა კი საკუთარი თავით ხელოვნურად ჩაკეტა. ჩვენ მაინც ამ შემთხვევაში ოპტიმისტური არა, მე იმაზე ვამბობ, რომ ჩვენ კარგად დავართ. მაგას ვამბობ. მეც მან მინდა ზუსტად რომ ასე ვთქვათ, შემოგეხმიანოთ, რომ ოპტიმისტური გათვლა და პროგნოზი დავაკეთოთ იმ თვალსაზრისით, რომ იმ დროისთვის, როდესაც უკვე ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ აბსოლუტურად შესაბამის ზაობა იარსებებს,
ინტეგრაციის პროცესისათვის. ხო, აი იმ მომენტისთვის ეს საკითხები, ეს გამოწვევები დღის ეს რიგიდან იქნება მოხსნილი. შეიძლება უარესიც იყოს და დაიშალოს საერთოდ. არ გამორიცხავ მაგრამ. ხო, ხა ეს უკვე არის პესიმისტური პროგნოზები. პესიმისტური კი არა, რეალისტურია, იმიტომ რომ ეხლა ეკონომიკური მაჩვენებლებით ხო უყურებთ თქვენ თვალს. არა, გასაგებია რომ მათ შორის ენერგორესურსებზე, ენერგომატარებლებზე ძალიან სერიოზულად და ორბანი სულს ღაფავენ, როდესაც უკრაინა მათ ნავთობს უკეთავს და იძულებულები ხდებიან იყიდონ უძვირესი ნავთობი. და არიან ნამდვილად შესაბამისი გამოწვევები ჩვენ კარგად დავართ. მათზე უკეთესად დავართ მე მგონი ჩვენ. ეხლა ისეთი მართვა გვაქვს რომ მათზე უკეთესია ეგ. კი ბატონო, დიდი მადლობა ბატონთან. დიდი მადლობა თქვენ. იყო და ჩვენ ნოდარ კაპანაძეს თან განვავითარებთ. ბატონი თორნიკი არის ხელისუფლების წარმომადგენელი, ესე ღიად ყველაფერზე ვერ ილაპარაკებს, მე მესმის. ვთქვი მაქსიმალურად გულწრფელი ვიყო. არა, გასაგებია. ჩვენ მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ჩვენ ახლა შეუბერავთ იმაზე, თუ რა არის საერთოდ ეკონომიკური ვითარება ჩვენს გარშემო და მართლაც საინტერესო კითხვაა, რატო გვაქვს ეკონომიკაში ესე კარგად საქმე. ბატონო დასველი დაგვიანად პროფკები, ანუ ის არის, საცობი არის. რაც სხვათა შორის ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება დუხს და გადმოდუხს. მოდით ახლა ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, პატარა დროს გავიყვან და კარგი ამბავია, რომ სათქმელი მრჩება თქვენთვის. აი ეს გავუშვით თუ შეიძლება ბიჭებო და გოგოებო მაღლიდან. ეს არის დღეს გაფრინდა 4 ამერიკელი გაფრინდა მთვარეზე არა, მთვარეს უნდა წრე დაარტყან და ჩამომფრინდნენ, ხო? და უკვე მოასწრეს და თავისი კოსმოსური ხომალდიდან ილუმინატორიდან გადაიღეს ესეთი ფოტო. აი ამ პატარა შარიგზე შეიძლება ითქვას, ცხოვრობთ ჩვენ და კლავთ, ხოცავთ, გვეზიზღება გზულს და შორიდან ძალიან ლამაზები ვართ რა. რა ვიცი, ხანდახან ფილოსოფიას საჭიროა და იმის აღქმაც, რომ ცოტა უნდა დავამუხრუჭოთ სიძულვილის გავრცელების ამბავში და ადამიანები დავინახოთ. აი მაგალითად ჩვენ ხო ქართული ოცნების მომხრეები ან ქართული ოცნების მომხრეები იმდენად არა, რაც დაალაგებული ცხოვრების მომხრეები იმის მოწინააღმდეგეები, რომ ჩვენ რაღაც მორიგ ავანტიურაში ჩაგვთონ. აი ჩვენ მაგალითად მესმის რომ ცოდავთ, ბუნებრივია და აგრესივითვე პასუხობს და რახან მეტნი ვართ, რახან ძალა მეტი გვაქვს, შეიძლება მეტი ძალით და გადამეტებულად პასუხობთ ისეთ ადამიანს, რომელსაც შეიძლება არც უნდა უპასუხო გარკვეული მენტალური პრობლემების მქონე ადამიანს. მე არ ცინიკოსობ, იმიტომ რომ ერთი ადვოკატი გამოვიდა ცოტა ხნის წინ და თქვა, რომ ჩემი დასაცავი პირიო პარანოიდალური სინდრომით არის შეპყრობილი და კურნალობა უწევსო და ასევე ჩვენ ნახეთ აი ამ სხვადასხვა მოვლენების დროს, ეგრეთ წოდებული რევოლუციების დროს ჩვენ ნახეთ ადამიანები, რომელსაც იჭერდნენ და შემდეგ უკვე მათი ადვოკატები ითხოვდნენ გარკვეული სხვადასხვა მათ შორის მენტალური ავადმყოფობების გამო საჯელის ან გადავადებას ან შემსუბუქებას ან საპროცესოზე წამოსვლას და ხშირად ჩვენი ხელისუფლება მიდიოდა ამ ზომაზე. მე ეს მესმის, მაგრამ რაღაცნაირად მეგობრებო, მივათ მიმართავ, ვინც არ მიყურებს, მაგრამ იმედია მივახმარო. თქვენც უნდა გაიგოთ რა უნდა ქართულ ოცნებას, რა უნდა ბიძინა ივანიშვილს, რა გვინდა ჩვენ ყველას. ჩვენ გვინდა რომ ჩვენ არ აღმოჩნდეთ სცილას და ქარიბდას შორის, როცა ეს ორი კლდე იხურება. ძალიან ახლოს არის პრობლემები. აი ზურგს უკან შეიძლება ითქვას. და რაღაცნაირად ეს გემი ჩვენი პატარა, ხო? ლამაზი კოხთა გემი საქართველოს მიდის და არ ეჯახება არც ერთ ნაპირს. ეს არის და ეს. შესაბამისად, რა ვიცი, მე მგონი აი ერთადერთი რაც ეხლა არის საჭირო, სწორედ აი ეს თქვათ ეს ზომა არის, ეს ამბავია. ხშირად ამბობენ რომ ჩვენ მაგალითად არასამართლიანად და კაცრად დავსაჯეთ ვიღაცეები, ხო? მე მგონი რომ ძალიან სწორადაც და სამართლიანად. აი მე ჩემ თავზე ავიღებ. იგივე ზიანაღლობელის кейსი, იგივე სახიობების кейსები, რომ იგივე აი ეს ლაკას кейსი, ხო? რომ იძახიან რომ ერთი ნაჯღავნის გამო 4 შვილის დედა გაისტურეს ციხეში. ჩემთვის აი ხა მე პირდაპირ გეტყვით და დამწყელონ ვიღაცეებმა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმწიფომ თავისი როლი შეასრულა. ასეთი პატარა ჭიის შეჩენით იწყება დიდი სისტემების, სამართალდამცავი ორგანოების, სახელმწიფო ორგანოების და სხვადასხვა სისტემების ჩამოშლა და ჩამონგრევა. აი ესე იწყება. და შესაბამისად რაღაცნაირად ეს უნდა ავირიდოთ. მაშინ როცა გავივაკებთ და რას ნიშნავს რომ გავივაკებთ, ეს იმას ნიშნავს რომ
ომი მორჩება, სადღაც ხომ მორჩება ომი, აი ირანში მორჩება ომი, ირანის დარტყმა ტრამპს გაჩერება უნდა ომის. უკრაინაში იმედია მორჩება ომი, რაღაცას მიაღწევენ, ხო? აი მაშინ უკვე შეიძლება რაღაცნაირად მეტ ჰუმანურობაზეც ვიფიქროთ, მაგრამ ჩემი აზრით ეხლა ყველაფერს სწორად აკეთებს ხელისუფლება და მე აბსოლუტურად ყველაფერში ამას სიტყვის მასალად არ ვამბობ, ვეთანხმები და ვეხმარები. იმიტომ რომ აი მაგალითად ადამიანები, რომლებიც აი ეს დიდი ტრაგედია გვეწვია, ხო? ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალა და ჩვენ ვაჩვენეთ სასწაული მაგალითი ერთობის და სულისკვეთება მთელი ერში იყო. ადამიანები, რომლებიც აქაც ქირქილებდნენ, აქაც რაღაც სიზაძაგლეებს იწყებდნენ. ეხლა ის ადამიანები ჩემი იმათ არ უნდა მიაღებინოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. აი ესე პირდაპირ არ შეიძლება, ხო? არ არის ჯერჯერობით ჩვენი სახელმწიფო ისე ძლიერი, რომ ასეთი ადამიანები მიუშვა თავის ნებაზე, ხო? აი გადაიდო დადგინდა, ხო, მე მგონი თარიღი 24 აპრილი, როდესაც უნდა აირჩიონ პატრიარქი. და ამ დროს ჩვენ გვესმის ინფორმაცია და ის რო არის ცაავა, ხო? ცაავა არის თუ რა გვარია? ცაავა. ხო, და ცაავა გამოდის და იძახის, რომ მეც მიმაღებინეთ მონაწილეობა. მე ახლა ძალიან დიდი მოწიწებით ვამბობ, რომ ვერ ვერკვევი ახლა და არც მინდა საერთოდ ჩემი აზრი არჩევაზე გამოთქვა, მაგრამ აბსოლუტურად ყველასათვის ცხადია, რომ ბატონი ცავა არ უნდა იღებდეს მონაწილეობას ასეთ თავშეყრებში და თავყრობებზე. ეხლა რაზე უნდა ველაპარაკოთ ჩვენ ბატონ ნოდარს, რომელიც ეხლა ხანს დაუკავშირდით და ახლოს არის უკვე. მოვიდა ბატონო. შემდეგი რაღაც არის, რაც მე დაუხვი ხელისუფლების წარმოადგენს ძვირფას შეკითხვა. ეს არის შემდეგი კითხვა. ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს, მარტო რუსეთზე არა, ჩინეთთან ვაჭრობაზეც არის ლაპარაკი, აქვთ განსხვავებული მიდგომები, ეკონომიკური მიდგომები, სამართლებრივი მათ შორის ყიდვა-გაყიდვასთან და ეკონომიკურ ურთიერთობებთან. როგორც პუტინმა თქვა, კატეგორიულად შეუძლებელია მასთან საქმების წარმოება, თუ ხარ ევროკავშირის წევრი, ისე რომ ორმაგი დაბეგრვა არ გქონდეს. კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ შემოვიდეს თუ შეიძლება, აქ დავძანდეს. ხო, პეტლიჩკას დაიმაგრებს და მოვა. შესაბამისად, რომელი გვირჩევნია და რა გვირჩევნია, ეს უნდა ზედმეტი ურაპატრიოტიზმის, ზედმეტი ლოზუნგებისა და ზედმეტი დროშების ფრიალის გარეშე, ევროკავშირის დროშების ზედმეტი ფრიალის გარეშე უნდა ავირჩიოთ. სად ნახულობთ მეტ, ასე ვთქვათ, შემოსავალს. ეს ხო ტარანა ხო თვლით არის ეს ნოდარ დუმბაძე ხო წერდა და არაფერი მოვძან პირდაპირ აი ეს შემოვძან. ხო. დიდი საცობებია? არსასობში მოყე. თქვენ ვერტფრენდ ეთქვა არ დაფრინავთ და პატარა ვერტფრენები რო არის, ხო იცით ახლა გამოვიდა. დრონები? კაი, ნოდარ. გასრავად. მოკლედ მაგას გეკითხები, რომ უყურე პუტინმა უთხრა პაშინიანს, რომ ეგრე არ გამოვა ჩემო ძმაო. ანუ შენ აქაც გინდა და იქაც გინდაო, ესე არ გამოვაო. და მეგონი დაიწეს უკვე რაღაც სპეცხონიზებები, ჭიების აღმოჩენა იქაურ გარგარში და კონიაკში, ხო? უკვე რაღაცა მოხდა. მაგათ ყავთ სანიტარს გეოპოლიტიკას კი მიუხამ. ხო. ხო და ნუ კი ბატონო. მილიარდ 600 მილიონი დოლარი საბაროთი აქვს მარტო სასოფლო სამეურნეო. კი. ჩვენ ნაკლები გვაქვს რა თქმა უნდა, ხო? ჩვენ გაცილებით ნაკლები. ხო, ეხლა წარმოიდგინე, გაცილებით ნაკლები ქვეყანა სომხეთი. გაცილებით დიდი აქვს ჩვენთან და ეს კიდე სად იქაჩება რა. აი ნაგლი რა, ბოდიში, არ უნდა მეთქვა, შეიძლება ჩარევაა სხვა ქვეყანაში. მაგრამ ნუ თავის საქმე თვითონ ის. თხოვთ. სომხეთ-რუსეთის ურთიერთობა მე ბევრჯერ გამიგონია რუსი ექსპერტებისგან, რომ სომხები ალბათ უფრო მეტად რუსები არიან, ვიდრე თავად რუსებია რა. არა, იმაზე ვილაპარაკოთ, სომხებს მოაგვარებენ როგორც იქნა, მე ხელი მოუმართო. ჩვენზე ვილაპარაკოთ. აი, არის ევროკავშირი. არის ევრაზიული კავშირი, არის ირანი ალბათ გამოვა ამ სიტუაციიდან და აღსდგება, არის ჩინეთი, არის აზია და ჩვენ ყველასთან უნდა ვივაჭროთ. აფრიკასთანაც მათ შორის. ჩვენ ხუთი ხელშეკრულება გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის. ხო და აი ხა როგორ იქნება? აი როგორ შევახამებთ ერთმანეთთან? როგორც ხედავთ, ცოტა რთულია შეხამება. რთული არის, მაგრამ ვაჭრობის საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით არც ისე რთულია.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ევროკავშირის ქვეყნებთან, DST-ის ქვეყნებთან, ჩინეთთან, თურქეთთან და ჰონკონგთან. ეს 5 ხელშეკრულება არის. აქედან ჩვენი საგარეო ვაჭრობის ლომის წილი ექსპორტის მოდის DST-ის ქვეყნებს. იქ გვაქვს შეთანხმება? არ გვაქვს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ანუ ორმაგი დაბეგრო არა გვაქვს? რუსეთთან არა გვაქვს? არა. აბა სომხეთს რატო სომხეთს უბრალოდ სომხეთს პრეფერენციული რეჟიმი აქვს რა. აი ეგ რომ მოგწეს მაგალითად რამდენად გაიზრდება ჩვენი შემოსავლები? ჩვენი შემოსავლები გაიზრდება აუცილებლად, მაგრამ მაგას სჭირდება აქ კარგად ორგანიზებული სოფლის მეურნეობა. ჩვენ არ გვაქვს ისე კარგად როგორც იქ არის. ჩვენ გვაქვს საშინლად ორგანიზებული სოფლის მეურნეობა. აი მაგალითად რუსეთის ბაზარზე იყო ორიენტირებული ძირითადად აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობა და გახსოვთ ალბათ იქ ამბავი რომ მოხდა, მაგის შემდგომ აზერბაიჯანულ პამიდორში იმ იპოვეშია, ეგ ვიცი. სანიტარმა ექიმმა იპოვა რაღაცა ჭია იპოვა, კი ბატონო. ეგ ცნობილია ეგ ამბავი. კი. მაგრამ მაშინ რუსეთში ძალიან დიდი იყო მოთხოვნა პამიდორზე, მაგრამ საქართველოსთან ამ პამიდორის მიწოდება ვერ მოხერხდა. რატო? იმიტომ რომ არ არის ორგანიზებული წარმოება. რა არ არის ორგანიზებული? მასშტაბი, მოცულობა. ანუ მაშინ ესე თქვა, თუ პრეფერენციები იქნება, ვიღაცა ნიჭიერი ქართველი ხო ჩადებს ფულს ქართულ პამიდორში. აუცილებლად ჩადებს. წავა ეს პამიდორი. რასაკვირველია, აუცილებლად. ამას იცი როგორ რამეა? ამას ეს ერთ და ორ დღეში გასაკეთებელი საქმე არ არის. ამას სჭირდება სისტემური მუშაობა. და სჭირდება პირველ რიგში, მაგალითად, ახლა რომ გადიხარ, ახლა უკვე დათბა უკვე დაიწყება. ნატახტარიდან დარიალამდე არის ფურების უწყვეტი რიგი. რა მიაქვს? ეგ სომხეთიდან მიაქვს რაღაცა. სომხეთის ტვირთები, აზერბაიჯანის ტვირთები, ირანის ტვირთები, თურქეთის ტვირთები. ირანი ხო ჩაიკეტა რა. ეხლა ჩაიკეტა, მაგრამ მე ვამბობ, როცა არ იყო ჩაკეტილი. ანუ კითხვა უკვე რა კითხვა არის, რომ ეხლა აზერბაიჯანთანაც არა კარგი ურთიერთობა და სომხეთთან. ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ რაღაცნაირად, მეტი ხეირივნა ხო? ჩვენ ჩავანაცვლებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან აქ იქნება კარგად ორგანიზებული წარმოება რა. როგორ ვერ ჩავანაცვლებთ? ისე იმხელა ბაზარი. მაგაზე უკეთესი არ გვაქვს? და თან მით უმეტეს კიდევ ერთი არა გვაქვს. წარმოების პროცესი, გინდა სოფლის მეურნეობაში, გინდა დავამუშავებელ მრეწველობაში, ჩვენ არა გვაქვს. შენელი ხო უკეთესი გვაქვს. მაგალითად მე აქაური პამიდორი მირჩენია იქაოს. კი ბატონო, გირჩევნია, მაგრამ აუცილებელი არის სამრეწველო მასშტაბის წარმოება. მესმის. არა ერთი ტონი, არა 1000-ობით ტონი. 1000 ხო, ესეთი რაღაც დიდი რაოდენობით წარმოება. ამას სჭირდება კარგად განვითარებული სოფლის მეურნეობა და სწორედ ამას ეხმიანება. სხვათა შორის ამას ნაკლებად ახსენებენ ხოლმე, მაგრამ განათლების რეფორმის კონცეფცია ვინაც წაიკითხა, ალბათ მიაღწევდა ყურადღებას აგროსექტორის რო. ორ პროფესიაზე იყო გამახვილებული. ვეტერინარი და აგრონომი. აგროსპეციალობები და პედაგოგიკა. ვეტერინარულიც იყო. ხო, აგროში შედის ხო? აგროში შედის. ანუ სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და პედაგოგები. არის ძალიან კარგი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე. ახლა ჩვენთან ეს გლეხური მეურნეობები, ის რაც 90-იანებში მოხდა ეს ვითომ პრივატიზება და ეს მიწათმფლობელობის ფრაგმენტაცია, ახლა საშუალოდ ერთი ქართველი შინამეურნეობა საშუალოდ ფლობს 0.8 ჰექტარ მიწას, რომელიც არის 2.15 მიასად ნაკვეთად ფრაგმენტირებული. არა საკმარისი ოდენობა. ამ ასეთ წვრილ მეურნეობაზე რაიმე სასაქონლო მასშტაბის წარმოების შექმნა არის შეუძლებელი. რაღაც არტელები რო შექმნან კოლმეურნეობას ვერ ვიცი. არა, რომ შევიდნენ ამ თავეთ ნაკვეთში. ბატონო შალვა, ერთი რამის გაგახსენეთ, მიწათმფლობელობის გამსხვილება არის ყველა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის რეფორმის ცენტრალური ნაწილი. საბჭოთა კავშირში ეს მოხდა კოლექტივიზაციის გზით. ნუ ახლა მოდით ამ ტროცკისტების და მენშევიკების პროპაგანდას თავი დავანებოთ, ეს ასეთი იყო, ისეთი იყო, ცუდი იყო, კარგი იყო, რა იყო, ესე იყო. და ნუ სხვერპლის რაღაც ეტაპზე ცუდი იყო, იმიტომ რომ კი, იყო შიმშილობაც იყო და როგორც ამხანაგმა სტალინმა დაწერა, თავბრუდახოვა წარმატებებისგან. კი ბატონო. მაგრამ იგივე კი ძალიან. იგივე მიწათმფლობელობის გამსხვილება როგორ მოხდა მაგალითად ინგლისში. გაქალაქელების პროცესი ჰენრიხ მეორის დროს დაიწყო,
მერე მარიამ სტიუარტის დროს ცოტა ხანს გაჩერდა, მერე ელიზაბეთ პირველმა გააგზავნა. დაახლოებით 600,000-მდე სასიკვდილო განაჩენი მოყვა ამას მაწანწალობისთვის. იმდროინდელი ინგლისის დემოგრაფიაში 600,000 სასიკვდილო განაჩენი რამდენია? ანუ სისხლის ზღვარი ფაქტიურად, ხო? ასე მოხდა გაქალაქელება, ანუ ლენდლორდები ყრიდან მიწებიდან გლეხებს, გლეხები მიდიოდნენ ქალაქში, სადაც წიხლით ერეკებოდნენ მანუფაქტურაში, ეს იყო ინგლისის კი. ესევე მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დეფარმინგი 30-იან წლებში, წაიკითხეთ დეპრესიის მერე. კი, წაიკითხეთ ჯონ სტეინბეკის მძვინვარების მტევნები, სადაც გადასარევად არის აღწერილი. კალიფორნიაში რომ მიდიან მანქანით და იქ საერთოდ ფერმერების კრახი რო არის აღწერილი. ძალიან მაგარი წიგნია, კი ბატონო. უდაოდ. თუ გინდა ამერიკა გაიცნო, ერთ-ერთი ისე რაც უნდა კალიფორნია ახმულია, როგორც რაღაც ზიმლე აბიტავანია, ეს ოჯახი რომ მიდის და ისი თავგადასავლები, გროზია გნევა, კი ბატონო. სამაგარი წიგნია. მაგარი. ხო, მაგრამ ჩვენ ახლა არ გვინდა ეს ბევრი ლიტერატურა ისე ბედკრულ საქართველოს დაუბრუნდეთ, რომ თუ ისე ბედკრულია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს განვითარების არ არის ბედკრული. ვაფშე არ არის. ხო და ჩვენ გვაქვს განვითარების მაღალი ტემპი, რატო? ჩვენ განვითარების მაღალი ტემპი გვაქვს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამ განვითარების ტემპს და ამ განვითარებას. ეს არის ძირითადად მაინც მომსახურების ეკონომიკა. და რატო გაიზარდა მომსახურება? იმიტომ გაიზარდა, რომ შეხედეთ მაგალითად საიტზე შედით air traffic map live-ზე. ნუ საში პროპკაა. ხო? ჩვენთან პროპკა. თქვენი არ იყოს ხო დაგაგვიანდოთ დღეს პროპკა ისე პროპკა არის. ხო, მეორე ამბავია კიდე, როდესაც ირგვლივ ყველგან ცეცხლიანთია და შენთან მაინც მშვიდობა არის შენარჩუნებული როგორღაც ეს მთელი რაღაც კაპიტალის და რაღაც ნაკადების აქეთ გადმომისამართებას ნდობას იწევს ხო? ნდობას იწევს. ნდობა ნიშნავს რომ რაღაც კი ბატონო, მაგრამ ამ მზდის თავარი პრობლემა ეს არის რომ ასე ვთქვათ, დაცვის მექანიზმები არ აქვს. აი მაგალითად ეხლა ტურიზმში რომ ზრდა არის, ეს ძალიან კარგია. ხადია. რა თქმა უნდა, სუდი არ არის, მაგრამ პრობლემა ეს არის, რომ ტურიზმი არის ყველაზე უფრო დაბალი მედეგობის მქონე სექტორი. ყველაზე მოწყვლადი სექტორი. აი პანდემიის დროს რა მოხდა? სხვა შორის გავზომებაში პანდემიის დროს რა დანაკარგი მივიღეთ. ყველაზე მეტად დაარტყა ამან ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორს, ეს იყო გზავრთბრუნვა, ეს იყო სასტუმროები და რესტორნები და დაახლოებით გამოვიდა 4 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე 2015 წლის ამერიკულ დოლარამდე ზარალი. ეს იყო ძალიან დიდი ზარალი და ამან გამოიწვია ეკონომიკის ვარდნას რაღაც 4-6%. პირველი რამას დაზარალდა ეს იყო ტურიზმი, ან ტურიზმი ყველაზე უფრო მოწყვლადი სექტორია. და ამიტომაც ახლა ჩვენთან ეს და არის, ეს ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ მეორე, ამას მაინც აუცილებელი არის რეალური ეკონომიკაზე ზრუნვა. თუნდაც აი ეს ამბავი, რასაც ახლა თქვენ ბრძანეთ, რომ რამდენად შეგვიძლია ჩვენ ჩავანაცვლოთ სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ერთადერთი რისი ჩანაცვლება შეგვიძლია რაც გვაქვს უკვე ეს არის ღვინო, მინერალური წყალი, გაზიანი სასმელები და ასე შემდეგ. რაც ყველაზე მთავარია, რუსეთში ჩვენ ქართულ პროდუქციას რეკლამა არ ჭირდება. იქ არ ჭირდება, ეგ მნიშვნელოვანი ძალიან არსებითი რა. ეხლა გადავიდეთ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ირანიდან ბოსტნეულის შემოტანა შეიზღუდა და ამიტომ გაიზარდა ბოსტნეულის ფასი, ხო? გარკვეულწილად. არა მხოლოდ, მაგრამ რას გულისხმობ, რომ აი ეს ფასის გაზდა, მოთხოვნილების გაზდა როგორ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ფულის მქონე ხალხმა გაბედონ და არ უნდყვართ სოფლის მეურნეობაში ჩადება. აი ახალი ბაზრები რუსეთში, ხო? აქაც შინაურ ბაზარშიც, ხო? რაღაცნაირად როგორ უნდა გაკეთდეს სტიმულირება, როგორ უნდა ამაზე მთავრობას თქვა გადასარევი ინიციატივა, განვითარების 10 წლიანი პროგრამის შემუშავება. ერთადერთი კაცი ხართ, ვინც კარგად კითხულობთ ამ ყველაფერს და კარგია თქვენთან საუბარი ამიტომ, კომპეტენტური ხართ. ამიტომ მე ამას ვეძახი სიმეტრიული განვითარების პროგრამას. ანუ განვითარების ცენტრის პერიფერიებში გადატანას და არა კონკრეტულად რას ნიშნავს? რას ნიშნავს ეს და ნუ განვითარების სიმძიმის ცენტრი რომ გადადის პერიფერიებში, ანუ თბილისში არ ვითარდება მარტო საქართველოს ან ბათუმში. გასაგები. და ვითარდება სიმეტრიულად ყველგან თანაბრად. ეს აუცილებლად დაკავშირებულია და ამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სოფლის მეურნეობა
და დამამუშავებელი მრეწველობა, სოფლის კვების მრეწველობა, სოფლის მეურნეობასთან მასში აუცილებლად. რომ არა მხოლოდ ნედლი პროდუქცია გაყიდო, არამედ უკვე რაღაც. უამრავი რაღაც ახლა მე რასაც ვაკვირდები ეს ბოლო 30 წელი. მიდის სხვადასხვა პროექტები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. ცალკე სოფლის მეურნეობაში, ცალკე დამამუშავებელ მრეწველობაში, მაგრამ ეს ორი ცხოველი სხვადასხვა ტყეში ცხოვრობენ, ერთმანეთს არ ხვდებიან. მაგრამ ის რო უშვებს აქ არ მოდის? არ მოდის, ანუ ეს კავშირი შენ უნდა უზრუნველყო, სისტემურად უნდა აწყოს ყველა. აბა ეს კოოპერაცია მაგალითად. თვითონ ვერ შვება ბიზნესი? ეს არის ლიბერალური მითი, რომ ბიზნესმა ხო, მაგას ვამბობ მე. მე ამას ვეძახი ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატს, რომელსაც ლიბერალები აღიარებენ. ხო, ბიზნესმენის უცოდველობის დოგმატი და ყველაზე კარგად მანიცის. კი და ყველაზე კარგად მანიცის და ველოდები წმინდა უცხოური ინვესტიციების გარდამოსვლას. აი ეს ბურაბის ქარხანას რო ხსნის ეს. მაყვალი ხო საქართველოში უნდა იყიდოს და არ ჩამოიტანოს. ხო, მაგრამ იცით რა, სანამ ეს მაყვლის მწარმოებელი და ესენი ერთმანეთში ხვდებიან, იმას მოსავალი გაუფუჭდება. და ამას ამასობაში არ იქნება. კანალებს ააწყობს იქიდან შემოტანაზე და მე ახლის ახალზე შუამავალი თქვენი აზრით უნდა იყოს სახელმწიფო. ყველაზე უფრო ოპტიმალური შუამავალი არის სახელმწიფო, რომელიც გეგმავს. ეს ისეთ გოსპლანი გოსპლანი კი ბატონო. რა კარგი კაცი. არაფერი ცუდი ამაში არ არის. გოსპლანი სერიოზული რამე. გოსპლანი. აი, გოსპლანი არის ჩინეთში მუშაობს გოსპლანი. ცუდად მუშაობს. გადასარევად მუშაობს. ახალგაზრდა არიცია რა არის გოსპლანი და არც არის. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტი. კი ბატონო, რომელიც იდა მოსკოვში და თელი საქართველოში ჩვენები ჩადიოდნენ კაიკონიაკი და რაღაცებს როგორ მარტო ერთადერთი რესპუბლიკა იყო, სადაც ეგრე ჩითავდით რესურსებს. სხვათა შორის მე ნახე ძველი სტატისტიკა შავი ხიზილალის კვოტების განაწილება რესპუბლიკაში. მართლა ძალიან საინტერესოა. და იყო ესეთი რომ რაღაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში მიდიოდა რაღაც 100-200 კილო შავი ხიზილალა ხო. წელიწადში? ხო, რაღაც ეგეთი კვოტა იყო. ცოტა ესე. ცოტა ძალიან, აბა რა. რაღაც კიევზე იყო რაღაც 800 კილო თუ რაღაც და საქართველოს იყო 8 ტონა. არ არსებობს. ხაით რომ ატყუე. არ გატყუე ბატლაბა. წავიკიდო ნახე მე თვითონ. აი ეს თვალებით უყურე. მე მახსოვს მატარა რო ვიყავი საბჭოთა კავშირში. ნებისმიერ დაბადების დღეზე და სუფრაზე იყო შავი ხიზილა და არავინ არ ჭამდა იმას. წითელი ხო საერთოდ არ იქნებოდა. იყო ესეთ საკარაქე, აქეთ იყო კარაქი, აქეთ წითელი, აქეთ შავი და ჭამდნენ ეს ჩვეულებრივი ხალხთან, ის კი არა ვიღაც. კი, არაფერი განსაკუთრებული რაღაც არ. ანუ 8 ტონა იყო? 8 ტონა იყო საქართველოს კვოტა. და ისე რამე შემოგვიდა და საკეთება. ეგ ცალკე ამბავი აკეთებ. რატო აკეთებდით ამას? ნუ ახლა აკეთებდნენ და ახლა უნდა გავამგზავნე. ხო შემოეს განმეორდეს კიდე. ეს თუ არ ამის განმეორება აუცილებელი არა, ამის განმეორება აუცილებელი არ არის და საერთოდ ორდინარაში ორჯერ ვერ შეხვდა. მაგრამ ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები უნდა აწყო პირველ რიგში შენ მეზობელთან. და სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ, ახლა მე მგონი ერთი რამდენიმე ადამიანთან ერთად ის იშვიათი ადამიანი ვარ, ვისაც DCFTA წაკითხული მაქვს თავიდან ბოლომდე და მე სახელიც კი არ ვიცი რა არის. ეს არის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. და იქ როგორ არის? ჩვენი ევროპული ბაზარი, ეგ ჩვენი ოცნება და რამე. ერთადერთი პროდუქცია, რომელიც უბაჟო ჩეტანის კვოტა გვაქვს გამოყოფილი, ეს არის ნიორი 220 ტონის მოცულობით, მორჩა. 220 ტონა ნიორი არაფერი ერთი ხაში, ერთი იჯრა ხაში არის ევროპის მასშტაბით. ევროპისთვის ხო. არა, ნიორი რატომ აქვს ეს? ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ნიორის მაფია მიმუშავა, მე მგონი საქართველოს. ესეთი რამეა რა, იმ ბაზარზე ჩვენ არავინ არ გველოდება. ხო. ეგეც არის. იმ ბაზარზე ჩვენ არავინ არ გველოდება და ყურადღებით წავიკითხოთ ეს ხელშეკრულება რა. ყურადღებით წავიკითხოთ და მეოთხე კარს თუ შეხედავ ამ ხელშეკრულებისას, სადაც არის საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება. გახსოვს ალბათ 2022 წელი, როდესაც უკრაინაში სამბები დაიწყო და სანქციების პაკეტები რუსეთისთვის ევროპაში რო უნდა გაეტანათ თავიანთი პროდუქცია. და რუსეთს რო გამოუცხადეს სანქციები და ჩვენს რო ვეუბნებოდნენ, აბა გამოუცხადეთ რუსეთს სანქციები, მაშინ დავთვალეს მე რა თქვა მეცმა, რომ მინიმუმ 4%-იანი ვარდნა გვექნებოდა, მინიმუმ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 4%-იანი ვარდნა. 4%-იანი ვარდნა, რაც მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. 10 და 2%-იანი ზდის მაგივრად. გვექნებოდა 4%-იანი ვარდნა და უარე შემთხვევაში 14%-იანი ვარდნა. რაც საბოლოოდ დაბღუპავდა. კი.
მაგრამ ეს მაშინ იყო ესე თქვათ მკაცრად რეკომენდირებული რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეხლა ხო იცი რომ აზრი არა. მაგრამ წევრები რომ ყოფილიყავით, მაშინ იმპერატიულად აგიგზავნოდნენ ყოველგვარი მის გარეშე. განხილვის გარეშე. განხილვის გარეშე. ვილაპარაკოთ ირანზე და მდგომარეობაზე. ტრამპს უნდა დამთავრება, დასრულება. ძალიან უნდა ინგლისურად წასვლა. ხო. ანუ დაუმშვიდებლად აყენებს შეურაცხყოფას. საშინელებებს ჩადის. ეკონომიკური ასპექტი მინდა ეს მომიყვეთ რა. ეს ომი არის უმძიმესი გამოცდა მთელი მსოფლიოს ეკონომიკისთვის. დღეს ახლა უყურებდი ნავთობის ფასებს. ფიუჩერსების ფასები ეს რეალური ნავთობის ფასი არა. ეს ფიუჩერსის ფასებია, მაგრამ ერთი საინტერესო ტენდენცია დავინახე. ბრენტის ფასი არის უფრო ესეთი ეტალონად იღებენ ხოლმე ბრენტის სუბუქი ნავთობი. ხო, ბრენტის ფასი, სუბუქი ნავთობის 1 ბარელის ფასი. რომელიც აი 27 თებერვლიდან 27 თებერვალს იყო $58 თუ რაღაც. ეხლა არის $110, მაგრამ ფასის ტენდენცია საინტერესო. ყოველი პარასკევი მთავრდებოდა არმაგედონის მოლოდინში, ანუ პიკზე ადიოდა ფასი, შემდგომ რაღაც შაბათ-კვირის შემდეგ ხდებოდა ფასის ვარდნა. და ესე მოკლედ დახტოვდა ეს ფასი ძალიან. ვიღაცები ფულს აკეთებდნენ. ანუ ვიღაცები უზარმაზარ ფულს აკეთებდნენ ამაზე. მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო პირდაპირ კავშირში იყო ტრამპის განცხადებებთან. კი, და დიდი ფული კეთდება. კი, მაგრამ ეს ბოლო ორი პარასკევია, უკვე ბაზარი აღარ უჯერებს ამას. არ დაუჯერებს. იმიტომ ეს ომი როგორც არ უნდა დამთავრდეს, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შედეგები იქნება მაინც ძალიან მძიმე. და ყველაზე მთავარი ყველაზე უფრო მძიმე შედეგი იქნება რეპუტაციული დარტყმა. ეს არის, რაც მოხდა 27 თებერვალს, მოლაპარაკებების დროს დაიწყო ომი, რაც მოხდა მანამდე 12 დღიანი ომის დროს, ომანში მოლაპარაკებების დროს დაიწყო. დოხას ინციდენტი ეს თავისთავად, ეს უკვე დაწყებული ერთ-ერთი შედეგია, მაგრამ მე ვამბობ, რომ მოლაპარაკებების დროს რომ იწყებ ესეთ რამეს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენი ხელმოწერილი ხელშეკრულება იმ ქაღალდის ფასი არ არის. როცა ელოდები რომ მოვა ადამიანი და მოფრინავს რაკეტა. რა თქმა უნდა. ხო და ამის შემდეგ ახლა ეს ორმუზის სრუტე აღარ მაინტერესებსო თქვა ტრამპმა, ბარეკი აინტერესებს შეიძლება ხვალ თქვას რომ აინტერესებსო. ანუ რეალურად ეგომი როგორც არ უნდა დამთავრდეს, სოფლიო ეკონომიკა ისეთი ვეღარ იქნება როგორიც იყო. იმიტომ რომ ძალიან მძიმე რყევები ელოდება. და ყველაფერი ამის მიზეზი მაინც არის ის, რომ სოფლიო ეკონომიკის კიბო, სახელად საბანკო სექტორი უკვე მეოთხე სტადიაშია, ტერმინალურ სტადიაშია გადასული და ეს უკვე ჭამს მთლიანად მთელ ეკონომიკას რა. შესაბამისად ეს გამოიხატება სახელმწიფო ვალების დაგროვებაში, რომელსაც აქ მკვეთრად აღმავალი ექსპონენტური ტრენდი. ამას აქედან გამოსავალი ისეს დიდი აქ ამერიკას. უზარმაზარი. დოლარის 29 პრესტიჟის შელახვა, დოლარის რა თქმა უნდა, ირანის განცხადება, რატომღაც აქ ჩვენთან არავის არ მეუქცევია ამაზე ყურადღება. ირანის განცხადება, რომ ტანკერებს გაატარებს ქვეყნების ჩამონათვალიერებლად. ოღონდ ეს უნდა იყოს იუანში. ანუ ეს ოჩახ მაგრამ იმუშავეს ჩინელებმა. ეს ნიშნავს ნავთობდოლარის დასასრულს, რომელიც შეიქმნა 1973 წელს, მაშინ როდესაც ამერიკამ პრაქტიკულად დეფოლტი გამოაცხადა, როდესაც დოლარის ემისიას მოეხსნა ოქროს მუხრუჭი, მაშინ შეიქმნა ესეთი შედგა მოლაპარაკება მყურის ქვეყნებთან, გაერთიანებულ საემიროებთან, საუდის არაბეთთან, ყატართან, ბაჰრეინთან და ასე შემდეგ და კუვეითთან, რომ ნავთობი გაიყიდებოდა მხოლოდ დოლარში და ნავთობდოლარი იყო ერთ-ერთი მთავარი ამერიკული ეკონომიკური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი და ეხლა ამას სერიოზული პრობლემაა. და ისიც ხო გამოჩნდა, რომ ეს მონარქიის ქვეყნები ძალიან სუსტები აღმოჩნდა და თიხის ფეხებზე მდგარი ფინანსური კოლოსებია. ესენი აღმოჩნდა ის, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო. მე მაგალითად ერთ-ერთ ახლობელთან მქონდა ამაზე საუბარი, რომელიც მოხიბლული იყო აი ამ ძალიან ამ საემირო ეს გადასარევი რამეა, რაც არის, მაგრამ ეს კეთილდღეობა შექმნილი იქ არის ძალიან მყიფე. ქვიშაზე, ამ სიტყვის პირდაპირ და გადაიტანებს. რა თქმა უნდა. ამერიკული ბაზები, რომელიც უსაფრთხოების გარანტია აღმოჩნდა, რომ სამიზნეა ახლა. და ძალიან დიდი პრობლემაა.
და ნუ ეს ომი ან არ უნდა დაწყებულიყო და ან თუ დაიწყო რაღაც ლოგიკურ ფინალამდე უნდა მივიდეს. ხო, ლოგიკური ფინალი რა არის ამის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამარჯვება, რას ქვია სახელად. რეჟიმის შეცვლა. ეს არ არის დეკლარირებული. რეჟიმის შეცვლას არანაირი პირი არ უჩანს. აღმოჩნდა რომ შენ შეიძლება ეს მოკალი ჰამენეი, მოკალი ძალიან ძლიერი პიროვნება და ძალიან ისე კარგი მომლაპარაკებელი ალი ლარიჯანი, ბევრი ვიღაც მოკალი შეიძლება, მაგრამ იმათ ადგილზე მოდიან იმასე გაცილებით უფრო ხისტი პოზიციის მქონე ხალხი და რას თავარია 93 მილიონიანი ქვეყანა არის გაერთიანებული. უკვე გაერთიანე. და ამათ რომ დაუშვათ, ბოდიში რომ დაეცადათ, რომ დაეცადათ 10 წელიწადში ირანი აფეთქდებოდა შიგნიდან. აუცილებლად ეს ამბავი ახლა გადაიდო, მაგრამ რატომ ვერ დაეცადეს? იმიტომ რომ თვითონ უკვე ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა. ტრამპს ეჩქარებოდა თავისი მმართველობის. ერთი ტრამპს ეჩქარებოდა და მეორე სახელმწიფო ვალი არის მთავარი პრობლემა რა. რომელიც უდიდესი არის. უდიდესი 39 ტრილიონს საქართველოს თავისი თავრობის აი ამ მოქმედებით, მშვიდობის სადმე მიდრეკილებით კიდევ თქვათ და რა პლუსი გვაქვს ჩვენ. ეს არის ალბათ ის რასაც საიდანაც ფეხი არ უნდა მოიცვალოს. ეხლა რუბიოს არის შემდეგ იყო 1000 ინსინუაციები. არ მგონია რომ ამის სერიოზული. ხო, რაც არ უნდა მოხდეს, არც ერთი ნაბიჯით არ უნდა მოიცვალო ფეხი აი ამ ნეიტრალიტეტ. აქ აი ამ კონფლიქტში რომელიმე მხარის მხარდაჭერა ნიშნავს მეორე მხარის სამყდრო სასიცოცხლოს გადამტერებას. ამიტომ ჯობია თქვენ თვითონ გაარკვიოთ. დიდი მადლობა. ჩვენი განაცემის სტუმარი იყო ნოდარ კაპანაძე და ზაზა შათრიშვილს მეორე. ძალიან დიდ მოდის მოვიხდით დაგვიანებისთვის კიდევ. ჩვენი ბრალი არ არის. კარგად გზანდება. ჩვენ ახლა თავი გვეგონა ჩემთან სამზარეულოში და ცოტა ხანი მოთქმოდით რა ქვეყანა დაანგრიეს. აბა. და მე გადავედით იმ პირების დასახელებაზე, ვინც დაანგრია. ამ დროს აგერ ლაპარაკია რომის იმპერიაზე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კარგი. ძალიან უცნაური რაღაცები ხდება. მაკრონს როგორ მიმართა ტრამპმა? მაკრონმა როგორ დაუბრუნა ხურდა? ნუ არ დაუბრუნა. თლად ისე ვერა. შენ რო ფრანგი იყო, არ გაგიტყლებოდა ფრანგობა? იცი შეეცადა რესკათ არ თქვა არაფერი. მაგას ლაპარაკობ, ანუ ეს არ არის ხურდის დაბრუნება. მან თქვა რომ ესე იგი ესთეტიკა დაუწუნა, თქვა ასე. ესე არ შეიძლება. მაშინ როდესაც კაი, ესე იგი ღირსი იყო, ხო იცი ქუჩაში როგორ არის? თუ ვერ დაუბრუნებდა, შეირგე, ესე იგი ეგეთი ყოფილხარ რა, მომდი ეგრე ვთქვა რა. ის მართლა კაჩაღივით იქცევა, კარგი გაგებით ვამ რა. კარგი, როგორ ჩანს ვერ თავდება ეს ომი ირანში და უკრაინაშიც რაღაცა ამბავია და ერთ-ერთი ომი მაინც უნდა დამთავრდეს. უკრაინაში ძალიან საინტერესო რამ ხდება, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყოველდღე გამოდის რომელიმე რუსი მაღალჩინოსანი ისტაბლიშმენტის წევრი და ამბობს შემდეგ რამეს, რომ თუ ზელენსკი გავა დონბასიდან წინ არაფერი აღარ უდგას საომარ ხელშეკრულებას, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ესე იგი ერთადერთ პირობაზე დაიყვანა რუსეთმა ყველაფერი. ხო, მაგრამ არ გადის, იცია რომ ის ვერ შეასრულებს ამ პირობას. არა, ხო, აი ამას შემთელი ამბავი, რომ რა დონბასიდან გასვლა ფაქტობრივად ვის ჩამოგდებას. ხო, აი ეს არის, ანუ რაც არ უნდა მინიმალური დათმობაც კი არის ფაქტობრივად ჩვენ ვიცით რომ დონბასიდან გასვლა არის კრამატორსკის და სლავიანსკის უომრად ჩაბარება. ზელენსკის იმედი აქვს რომ 6 თვე მაინც კი საბოლოოდ დაკარგავს რა თქმა უნდა დონბას, მაგრამ 6 თვე მაინც გაუზარიანდება თუ 7, იმიტომ რომ ძალიან ძლავრად აღჭურვილი ობიექტებია ეს ორი ქალაქი და თუ ამას იზავს ხალხი შეაფურთხებს, მაგრამ ხალხი ისედაც შეაფურთხებს. და აქ მნიშვნელოვანი შეიძლება უფრო სხვა რამეა. თუ წავიკითხავთ ევროპულ პრესას, განსაკუთრებით ის ანალიტიკურ პრესას, არის ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული სლივი. ხო. დეзинფორმაცია, რომელსაც სპეციალურად უშვებენ. არა მარტო, იცი ბევრი რაღაც არის ისეთი, რომელიც მართალია რა სპეციალურად ლაპარაკობენ. ფაქტობრივად რა გამოდის, რომ ევროპული ისტაბლიშმენტი ელოდება ახალ ომს რუსეთთან.
აი როგორ წარმოუდგენიათ. ხო, ეს ცოტა უცნაური რაღაცაა, და ბირთვული არაღი არ ჩაერთვება? ნუ ალბათ ვარაუდობენ რომ გაგრძელდება დაახლოებით ისე როგორც ახლა არის. არ გაგრძელდება. მათ ესე წარმოუდგენიათ. ზუსტად ვიცი რომ უკრაინას ისე არ ურტყავს როგორც დაარტყავს მაგალითად თუ გავხსენებთ პუტინის ბოლო დიდ პრესკონფერენცია კი არა ის ხალხთან შეხვედრა კი დიდი ხალხთან დიდი პრესკონფერენცია დიდი პრესკონფერენცია რაღაცა სხვა სახელი აქვს იქ მან პირდაპირ განაცხადა შემდეგი რომ აი ეს უკრაინასთან ომი ის არ არის ომი ეს არის საგანგებო სამხედრო ოპერაცია და რადგანაც რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია ჩვენ სხვანაირად იბრძვიან რა თუ ევროპა რამის გაბედავს აი ნახავენ რა ყველაფერი სხვანაირად იქნება რაც კაცმა რომ თქვას შენს არგუმენტზე ასხამს წყალს არა იდეაში ცეხრია იმიტომ რომ თუ შევადარებთ ევროპულ ბირთვულ შეიარაღებას რაც ამერიკას თუ გამოვიყვანთ და ევროპულს მიზერია ეს რუსეთის გადაიჭერს ნუ აი რამდენჯერმე აღემატება აი გადაიჭერს ესე პირველ გადაიჭერს ვერც დავთვლით რამდენჯერ აღემატება არა ნუ აზრი არა მე უბრალოდ გამინდა თქვა რომ ტრამპი მაგალითად უკვე არ ომობს მაგრამ ომის პირას არის ევროპასთან გადააგდო ევროპამ მაგრამ მოდის ნუ ვიტყვათ ეს ომი მაინც ამ შემთხვევაში მეტაფორაა ფაქტობრივად მეტაფორა რა თქმა უნდა ფაქტობრივად რა გამოდის არის ძალიან სერიოზული დაპირისპირება განსაკუთრებით ბრიტანულ ისტაბლიშმენტსა და ამერიკულ ისტაბლიშმენტს შორის ფრანგები რაღაც შვებიან ბრიტანელებისგან არის ჩვენ საუბარი ასე მსგავსება იცი ჩემო ილარიონ ოსმალო თურქის პოლიტიკა არ მომწონს რაღაც ამ ბოლო პერიოდში ძალიან საინტერესო საუბარია ოჯიგანე ორი გურულის საუბარი ეხლა ნაცარი რაღაცა ოსმალო თურქის პოლიტიკა არ momწონს ბოლო პერიოდში რომ დაგდებულხარ სტალინგრადთან და ფეხსარიცვლიო იმან ორჯერ გადა მაგას მოატყუები იაპონიას ერთდენცალი ორი იმთენი მიწაშია და ცუდი რითია იქ უყურე რა კარგი ნაყოფიერი ისა გვაქვს ჩვენ გვაქვს მართლა ყუდრო ადგილი მერტის მადლით არა პირველი გადავიწეროთ იმიტომ რომ ძალიან ახლოს ვართ ყველასთან კი მაგრამ ვართ კარგად ჯერჯერობით ღმერთო შეესახელისწინებე კარგად მისმის თუმცა აი გუშინწინ ცოტა ხალხი ანერვიულდა ეს ხდებოდა ყოველ წელს бенზინი შეავსო და წავიდა და მორჩა ერთი მაგრამ რაღაც საერთოდ დაემთხვა ერთი ბომბდამშენი ერთი სპორტ ერთი სატრანსპორტო თვითნავი ომს ვერ დაიწყებს ანუ ერთი მერცხალი ერთი სატრანსპორტო საწოდავი ბოინგი ისე როგორც ერთი გადმოგდებული დრონი ნახიჩევანში ასევე ესეც რაღაცა საერთოდ განვითარდა ხო იმიტომ რომ ჯერ მე მგონია რომ იმდენმა უთხრა უარი ამერიკას თავის ცის გამოყენებაზე რომ უბრალოდ შეგვამოწმეს შეიძლება ეგრეც იყოს რა ვიცი მე მაქვს ახალი სლოგანი ხო დრონი მეფობენ და არა ბაზები კი ბატონო აი ისტორია დრონი არის გაცილებით იაფი ბაზების პვო გაცილებით ძვირი კი ბატონო და სხვათა შორის უკრაინის შედარებითი წარმატება ბოლო პერიოდში დრონებით არის გამბები არ იგულისხმება უყურთ ფრონტზე წარმატება არამედ წარმატება როგორც ის ინფრასტრუქტურას აყენებს ძალიან დიდ დარტყმას სხვა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აი უსლუგის ანუ ლენინგრადთან პეტერბურგთან არსებული პორტი საიდანაც ძირითადად გადის ნავთობი ამაზე დარტყმები ხო ძალიან ამიტომ რუსეთმა შეწყვიტა ბენზინის იმპორტი გარდა ამისა ხო შეწყვიტა ამ რასაც თავისი პლუსიც აქვს ფასებიზებით ვარდება რაც ასევე რუსეთს აწყობს ნუ გამოდის ყველაფერი როგორ იცი რომ ყველაფერი რუსეთს აწყობს რა იცი რა მაინტერესებს აი მე და შენ მართლა ნაცავს ქეკავ და მე არ ამგონია რომ დასავლეთის ისტესნოტი თავიდან ბოლომდე იდიოტები არიან ნუ ჩვენაირკვიანი ხალხი გავბედავდავით ჩვენაირკვიანი ხალხიც ხომ არის არსებობს ესეთი კონსპიროლოგიური თეორია ხო მიდი აი რატო მოძდით ტრამპთან დაკავშირებით რომ ფაქტობრივად რაც ახლა ხდება იდეალურად აწყობს შეერთებულ შტატებს და ტრამპს რატო ნავთობის ფასების ასევე აწყობს პრობლემა რეალურ ამით ხდება ჩინეთის დასუსტება
რუსეთის გაძლიერება. რუსეთის გაძლიერება, მაგრამ თუ ორში უნდა აირჩიო რაღაც და ჩვენ გვახსოვს და რუსეთი იკითხოს ევროპა. მან თავიდანვე სხვადასხვა პირველი კადენციის წინას როცა ტრამპი მოდიოდა განსხვავება ამ ორ სტრატეგიას შორის იყო შემდეგი ჩინეთთან დაახლოება რუსეთის ტრად გამოცხადება ბაიდენის პოლიტიკა თუმცა ბაიდენს არც ერთი არ გამოუვიდა მოდი ესე ვთქვათ და ხო ტრამპის შემთხვევაში რუსეთთან დაახლოება 60 და ჩინეთთან დაპირისპირება მაუძედუნის ხელისუფლებასთან რუსეთის წინააღმდეგ დაახლოება და ეს ტექნოლოგია შეიტანეს მას 70 წელს მოხდა 70 წელს 70 მოხდა გარდატე ნიქსონი რო ჩავიდა აქედან იწყება ესე კისინჯერის და სხვადასხვა კისინჯერი მოესწრო ამ საკუთარი ხო მაგრამ ეხლა უკვე 55 წლიანი პოლიტიკის კრახს თუმცა გარკვეულ ეტაპზე საბჭოთა კავშირის დემონტაჟის ერთ-ერთი პირობა ესეც იყო. ნუ დენსაუპინი აყვა ამათ კი ბატონო. ანუ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მიზეზი არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ესეც იყო. ჩინეთის დაახლოება რუსეთის წინააღმდეგ. ხო და ეხლა უყურე. მე ფილოსოფიური ფილოსოფიურ კითხვას გაზრდ. რუსეთი არის კონტინენტური ევროპის ნაწილი. მისი კულტურა არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი. ეს არ არის აზიის კულტურა. ნუ ბოლოს 300 წელი. ხო, მანამდე რა იყო არ ვიცით ეხლა. ივან გროზნის მე. ნუ მოდი ეხლა გეტყვი რა იყო. პეტრე პირველის. არა, საკმაოდ მარტივი გასაგებია. ბიზანტიური. ძველი რუსეთი იყო ტიპური ბიზანტიური კულტურა, შედარებით პროვინციული, იმიტომ რომ არ იყო დაუშვათ ისეთი ციგნობრობის კერები და ციგნობრობის ისეთი კულტურა და კომენტატორული როგორც იყო ბიზანტიაში, მაგრამ სხვა ყველა ძირითადი ინვარიანტი მაგას თავდავდა პეტრე პირველის პეტრე არის მოდერნიზატორი და ამის რა გააკეთა არა მაგაზე არა ძალიან მარტივად რო ვთქვა აი თავი მომენტი რა არის არაერთხელ მithkoms აქ შენთანაც და ხშირად აი შეუძლებელია რომ არ გაიხსენო ისტორიკოსი და ფილოსოფოსი არნოლდ ჯოზეფ ტოინბი, რომელსაც თავის ისეთ Studies of History შემდეგ დაწერა ეს წიგნი. ძალიან საინტერესო სათაური აქვს. რუსეთი, ჩინეთი, დასავლეთი. სადაც განიხილავს რუსეთის ცივილიზაციას და შემდეგ ჩინეთს და მე უნდა გითხრა რომ მნიშვნელოვანი არის რომ ეს წიგნი არის გამოსული 40-იან წლებში 59 წლამდე ჩინურ რევოლუციამდე. ნუ ეს არის ძალიან სერიოზული ვარაუდი ჩინურ ისტორიაში აი სერიოზული გარდატეხის წინ დაწერილი. ანუ მან არ იცოდა რომ ეს რევოლუცია მოხდებოდა. ანუ მან ივარაუდა რა ჩინეთის გაძლიერება 40-იან წლებში. მაგრამ თავი მომენტი რა არის? რას ამბობს ტოინბი რა დაშვებას აკეთებს. რაც შენ თქვი ზუსტად ამას აღნიშნავს რომ როდესაც პეტრემ დაამარცხა შვედეთი, რომელიც იყო ერთ-ერთი მოწინავე იმპერია, რუსეთი გახდა ევროპის ფორპოსტი. აი, როდესაც რუსეთი გახდება აღმოსავლეთის ფორპოსტი, მაშინ შეიძლება პარადიგმა ეს იქნება დასავლური ცივილიზაციის. ხო, ამას გეკითხები. რატომ მოხდა, რომ უყურე აი რა კარგი სქემა ჰქონდათ ამ დალოცვილ ევროპელებს. მოჰქონდათ იაფი ნახშირწყლები ევროპიდან პუტინი იხვეწებოდა რომ მოდით მივიღეთ რიგებშიო ნატოშიო სადაც გინდა იქ მივიღეთო მზად იყო რომ რაღაცნაირად 2007 წლის მიუნხენის სიტყვა აი მანამდე მზად იყო მიუნხენის სიტყვაში არის ყველაფერი დეკლარირებული თავიდან ბოლომდე მე მოდი ხა ჩვენ რამდენიმე წელს გადავიკითხე სხვათა შორის არა დავასრულებ კარგი მე და შენ ხო არა ვართ აკაცუკები ხო შორს ძალიან არა ვართ რუსული კულტურა მეტნაკლებად ვიცი და მათ შორის ევროპულიც ძალიან ავსებენ ერთმანეთს. ძალიან ბევრი რუსი წერალი, რომელიც ფილოსოფოს უდრის, ეგრე არის. დოსტოევსკი და ტოლსტოი. და პირიქით, ბევრი დასავლელი ფილოსოფოსი რუსი მწერლებისთვის იყო შთაგონების წყარო და პირიქით. მუსიკა, რა ყველაფერი ერთია, ერთი. რა მოხდა ამისთანა, რომ ვერ მასაკნეს. მე-20 საუკუნის ევროპულ კულტურას და ძალიან დიდი გავლენა იქონია რუსულმა კულტურამ მე-19 საუკუნის, კი ბატონო. მე-20 საუკუნეზე
და კომუნისტურმა კულტურა, საბჭოთა კავშირის კულტურმა უდიდესი გავლენა საფრანგეთის კულტურაზე, იტალიის კულტურაზე. საბჭოთა ავანგარდმა დასავლური ავანგარდზე ძალიან უდიდესი გავლენა მოახდინა. კი ბატონო, რა მოხდა? ნუ ამ შემთხვევაში ჩვენი ძვირფასი მარქსი გვეტყოდა, რომ მეგობრებო, თქვენ ასეც ლაპარაკობთ, ეს არის ზედნაშები და მთავარი არის ბაზისი. რა არის ბაზისი? ბაზისი არის ეკონომიკა, ანუ წარმოებითი ძალებისა და წარმოებითი ურთიერთობების მიმართება. და რა მე? ურჩევნად ფიქალის გაზი ახლა 1000 მარკს რო იხდია. სხვათა შორის მე მგონია რომ ამ შემთხვევაში მარქსი არ არის საკმარისი. უნდა გამოვიყენოთ მე მაინც მგონია რომ ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ პრინციპში უნდა გავიხსენოთ ჰანტინგტონი. რომელიც აღმოჩნდა მართალი ცივილიზაცია და შეჯახების თეორია და ამ თვალსაზრისით და გაგახსენებ იმ სქემას წიგნი გამოვიდა სოციალოს ჰანტინგტონის წიგნი გამოვიდა რამდენი სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ ფუკუიამას ყბადაღებული წიგნის მერე ეს ბოდური იყო ხო იმიტომ რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ჩაითვალა ნუ სმენელს და მაყურებელს შევახსენოთ ფუკუიამას წიგნი ისტორიის დასასრული ანუ უკანასკნელი ადამიანი სადაც დემოკრატია ბოლოს მოუღებდა ისტორია დასრულდა რადგანაც თუ ისტორია ეს არის ჰეგემონების და დაჭაგურების არა მარტო დაუშვათ სხვადასხვა ტიპის არა მარტო კლასთან დაპირისპირება, არამედ ჰეგელთან ზოგადის და კონკრეტულის დაპირისპირება, რომელიც იხსნება და ისტორია სრულდება, მაშინ ლიბერალური დემოკრატია ეს არის კომუნიზმის მარცხის შემდეგ უალტერნატივა. ამ პრატივარიეჩიების რადიკალური გადაჭრა. ნუ თავდება, ანუ ახალი პარადიგმა არ არის. სულ რაღაც 1-2 წლის შემდეგ ჰანტინგტონმა გამოაქვეყნა თავის წიგნი ცივილიზაცია და ჯახი და დასავლეთ ევროპისა და რუსეთის დაპირისპირების სხვათა შორის აი ზუსტად მოხაზულია სად არის ეს ადგილი და ეს ადგილი არის უკრაინა მართლა ზუსტად დასავლეთი უკრაინა კი აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ხო მაგრამ ამას ეს ხო უნდა გადაელახათ მოაზროვნეებს ეს ხო უნდა გადაელახათ თავიანთი ქვეყნების მოდი ესე ჩაითვალა რომ ნატოს გაფართოება ხო აი რა პასუხი მაგაზე ჩათვალის ხო აი თუ აი მაგალითად შეიძლება მოდი აი გავიხსენოთ ისეთი ფიგურა როგორც არის მაგალითად პატ ბიუკენენი ხო რომელიც იხსენებს მის თვალწინ როგორ დაიბადა იმ პერიოდში ბიუკენენი თავის დროს იყო რეიგანის მრჩეველი შემდეგ იყო ძველი რესპუბლიკური პარტიის აი მამა ბუშის პერიოდის ერთ-ერთი სხვათა შორის წამოყენებული იყო პრაიმერიზზე როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ ჩავარდა რესპუბლიკურ პარტიაში. კი ბატონო. და მან ის ამბობს, რომ თავის მოგონებებში იხსენებს, რომ აი ეს იდეა ჰეგემონიის დაიბადა მის თვალწინ. ამის წინააღმდეგ იყო სხვათა შორის ცნობილი კენანი. ამ კენანის ინსტიტუტის ასე თქვა დამოუკიდებლად. შესაბამისად, რატო გადაწყვეტს? რატო წავიდა კაცობრიობა მცდარი გზით? არა, კაცობრიობა არა, მოდი ვთქვათ ეს. ხო, ნუ ევროპა, ამერიკა, დასავლეთ. ეს ვთქვათ ეს იდეა დაიბადა, აი მანდ მოხდა განსხვავება, აი რო ამბობთ, კონსერვატორები, ნეოკონსერვატორები. სად არის განსხვავება? არის. ამათმა დაიწყეს პალეოკონსერვატორები, ანუ პატ ბიუკენენი, რობერტს ესენი არიან ძველი კონსერვატორები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე ლაპარაკობენ რომ საჭირო არის ნორმალური ურთიერთობა რუსეთთან. ახალმა კონსერვატორებმა ნეოკონსერვატორებმა საბჭოთა კავშირი ბოლომდე უნდა არ დაშლილა. რუსეთიც უნდა დავშალოს. კრისტოლ ვულფოვიჩი და ასე შემდეგ ისინი მათ მოახენეს და სხვათა შორის და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი გვაუწყდება ზბიგნევ ბზეჟინსკი და მისი ყბადაღებული უკრავი კლასიკური საჭადრაკო დაფა. სადაც ვინ არის ეს 4 ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე? ჩინეთი, ირანი, ჩინეთი, რუსეთი, აი ინდოეთი. ხო და მან დაუშვეს დიდი შეცდომა. იმიტომ რომ ეხლა ეს ეხლა გამოჩნდა რომ დიდი შეცდომა. უბრალოდ ეს წიგნი გამოვიდა 96 წელს. ზუსტად 30 წლის წინ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე 30 წლის წინ, ეხლა წარმოიდგინე, შენ ხარ ამერიკელი. ხო. და არაფერი არ მოასწავებს. არამედ ამერიკელი ხარ, არამედ წარმოიდგინე რომ შენ ხარ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აი ამ საჭადრაკო დაფას უზიხარ. და დაშალეს საბჭოთა კავშირი. შენ ხარ deep state. კი ბატონო, მადლობა. ამ დროს გაისმა ზარი deep state-დან. დარეკა რუბიო. მოკლედ და აი საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთი სულ ზღაფავს ფაქტობრივად
შენ გზავნე იმას საკვებს 99 წელი გაიხსენეს სერბეთს რას უშვებიან და რუსეთი ხმას ვერ იღებს რატომ? იმიტომ რომ უშველებელი კრედიტი მისცა აბა ეხლა უკვე სერბეთს ეგეთი რაღაცა ხო? ანუ ვერაფერი ვერ გამძრიეს. რატომ? იმიტომ რომ ეს კრედიტი რო არ მიეცათ, მოხდებოდა ეკონომიკური კოლაფსი. აი რა უნდა აი დაუშვათ ახლა არა ხარ ჰუმანისტი, არა ხარ ქრისტიანი, ხარ ესეთი იგროკი ხარ. ხარ არავითარი ბლუ ოუშენი, რედ ოუშენი. რატომაც არა? თუ საბჭოთა კავშირი დავშალე, რა უნდა რუსეთის დაშლას? არაფერი. მაგრამ მე ეს მესმის. ხო, მაგრამ მე ხო მიხვდა რომ ეგრე იოლი. Головокружение, от успехов, როგორც იტყოდა ჩვენი საყვარელი სულმათი იოსებ ისაიევი რომ ახსნით. ჩვენი პატარა კარგი ქვეყნის ადგილი ამ ყველაფერში ძალიან დიდი მატერიებდა რომ ჩამოვიდეთ აქ. ეგ ასოციაციურად რა ვიცი ჩემი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა მე მგონია რომ სიტუაცია არის ну იხა იდეალური არაფერი არ არის მაგრამ ყველაზე რაციონალური და ყველაზე მე ესე ვიტყოდი რაც შეიძლება დღეს იყოს ყველაზე უფრო ნორმალური სიტუაცია ამ რეგიონში საქართველოში მოვახდინეთ ისე რომ ჩვენი ხელმძღვანელობის ბიზინა ივანიშვილის და ქართველი ხალხის წყალობით ვართ ისეთ სიტუაციაში როცა პირდაპირ არავინ არ გვეხება და ყველას რაღაცნაირად ვჭირდებით ისეს რა თქმა უნდა გამოწვევები არის რასაც ტონბი ჩელენჯს ეძახდა და რესპონსი რასაც ჭირდება გამოწვევა ხო მაგრამ ნუ ქართულად რა უნდა თქვა გამოწვევა ძალიან ჩელენჯი ეს არის ხო მეც არ ენჯიოშნიკური ენჯიოშნიკი მაიტაცის ტონბისაგან ასე რომ კაი ეპატიება გასაგებია დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ ეხლა ბოლო ინფორმაციით თვითონ ჩამოაგდეს F-15 ირანელებმა და პილოტებს ეძებს როგორც ამერიკული, ისე ირანული და ჯილდო დააწესეს ორივე. და ნახოთ. კარგია რომ ჩვენ ამას არის პილოტი. კარგია რომ ჩვენ ამას შორიდან უყურებთ. არც ისე შორიდან, მაგრამ რაღაცა მაინც ძალიან ახლა ისე არის პირჯვარი გადავიწევთ ყოველ შემთხვევაში. კი ბატონო. კარგად ზანდებოდეთ ჩვენ მომაპარასკევს შევხვდებით.